საუბრები რელიგიაზე, შეკითხვა მოძღვარს. ორშაბათიდან ხუთშაბათის შაბათით, საღამოს 7 საათზე. მოგესალმებით. ეს არის გადაცემა შეკითხვა მოძღვარს. მე მისი წამყვანი გახლავართ გიორგი მეტრეველი, ხოლო ჩვენი გადაცემის სტუმარი კი ჯვართამაღლები ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნუძია. მოგესალმებით მამაო, დაგულოცეთ. ქრისტემ დაგულოცოს ყველა. აიხარით. მამა თეოდორე, ჩვენი საუბრის თემა გახლავთ მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა. თუ შეიძლება გაგვიმარტეთ, რას ნიშნავს სულიერი მოძღვრობა და რამდენად აუცილებელია მორწმუნე ადამიანს სულიერი მოძღვარი ყავდეს? როგორც ყველა თემა ქრისტიანობაში, ეს თემაც საკმაოდ რთულია. იმიტომ რომ საერთოდ რთულია, მაგრამ აი დღევანდელ დღეს სასაუბროთ რომ ვიღებთ ნებისმიერ თემას, ყველა თემა რთულია, იმიტომ რომ ის ცნებები, რომლებიც ჩვენ გვეძლევა, უпроსორეთ სიტყვა, რომელთაც ჩვენ საუბრობთ, მათი განმარტება ამ სიტყვის უკან რადევს დღეს ცოტა სხვანაირად არის ხოლმე გაგებული, ვიდრე ის სინამდვილეში არის. მოძღვრის მნიშვნელობა რომ ძალიან დიდია, თქვათ ახლა გამახსენდა გიორგი მთაწმინდელის ჩვენი სათაყვანებელი გიორგი მთაწმინდელის სიტყვები, როცა ის მოძღვარს ეძებდა, მის მოძღვარსაც გიორგი ერქვა, სანამ ის ათონზე დამკვიდრდებოდა, რომ მოძღვრის გარეშე ვერავინ გადარჩება. ამ სიტყვებში რაღაც განსაკუთრებული ორიგინალურობა ამ შემთხვევაში გიორგი მთაწმინდელის არ არის, იმიტომ რომ თვითონ ქრისტიანულ მოძღვრებას, ქრისტიანულ რელიგიას, მოდი ესე ვთქვათ, ახასიათებს ეს. ქრისტიანული მოძღვრების არსიდან გამომდინარეა ეს, იმიტომ რომ თავად ღმერთი მოვიდა ადამიანად და ის ადამიანი, ანუ კაცი იესო, რომელიც არის ღმერთი ამავე დროს, მაგრამ ამავე ადამიანი, კაცი იესო ადამიანთან მოძღვარი გახდა. ბევრი წმინდა მამა ამბობს ამას, რომ ჩვენი მოძღვარი არის იესო ქრისტე. ხო, აი ესე, ამიტომ და ესაც მიმართავენ, ხო, რაბი. ანუ მოძღვრობის ინსტიტუტი, ქრისტიანული მოძღვრები, რა თქმა უნდა, მოძღვრობა არსებობდა ძველ აღთქმაში, გასაგებია, ხო, თქვა პავლე მოციქულის მოძღვარი გამალიელი იყო. ეს ფენომენი მოძღვარი პედაგოგია, ანუ პედაგოგი რას ნიშნავს? ბავშვის მიმყვანებელი, პედაგოგოს, ხო, მიმყვანებელი სადღაც რაღაცა იდეასთან, რაღაცა მიზანთან. ანუ ეს ადამიანური არსების განუყოფელი ნაწილია და იგი არსებობდა ყველა წარმართულ სამყაროშიც, ფილოსოფიურ სკოლებში, ყველა რელიგიურ მიმდინარეობაში და რა თქმა უნდა, ის არსებობდა ძველ აღთქმაში. მაგრამ ჩვენ რადგან საუბრობთ ახალი აღთქმის ეკლესიაზე და მოძღვრობის ინსტიტუტზე, ქრისტიანულ ეკლესიაში თავისთავად ცხადია, ჩვენ ფესვებს ჩვენშიც ვეძებთ და ეს ფესვები პირდაპირ თავად ადამიანად მოსული ღმერთია. ის არის რაბი, ის არის მოძღვარი, რომელსაც ყავს მოწაფეები 12, 70 თლიანობაში 500. ასე რომ ძალიან ანუ პროტოტიპი, მოდი ესე ვთქვათ, პირველ სახე ქრისტიანული მოძღვრისა ძალიან ესეთი ჟღერს შინაგანად ძალიან მძაფრად თითოეულ მღვდლისათვის და ეს ამავე დროს ერისკაცისათვის, რომ პირველ სახე ქრისტიანული მოძღვრისა ქრისტეა. რატო ჟღერს ძალიან ეს მძაფრად ჩვენთვის? იმიტომ რომ თუ მე ვიღაცა ესე მომიხსენიებს როგორც მოძღვარი, მე ცოტა უნდა შემეშინდეს, იმიტომ რომ ესე იგი ჩემი პირველ სახე ქრისტეა და ესე იგი მე ვის უნდა მივბაძო? ხო, ჩვენ ხო ვსწავლობთ, ადამიანები სწავლობენ ყოველთვის ვიღაცის მაგალითზე. აი ვისგან უნდა ისწავლოს მღვდელმა მოძღვრობა? ვისგან და ვინ არის მაგალითი? ვინ ქრისტეა? ეს რაფხელა პასუხისმგებლობის წინაშე მაყენებს, მაგრამ მე წეგან ვახსენე, რომ ერის ადამიანსაც პასუხისმგებლობაში აყენებს, ერის ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი შენ ერისკაცი ხარ გიორგი, შენ გინდა რომ მოძღვარი ყავდეს, ამას ქრისტიანული შინაგანი სინდისიც, ქრისტიანული რელიგიური ინტუიციაც პირდაპირ გაიძულებს, რომ ვიფიქრო ესე. და მაგე გიორგი მთაწმინდელის მაგალითი მოვიყვანე და მთელი ქრისტიანული ტრადიცია რომ მოძღვარი უნდა ყავდეს. და რადგან ჩემთვის საპასუხისმგებლოა ეს, იმიტომ რომ ჩემი პირველ სახე, როგორც მოძღვრისა, თავად ქრისტეა. შენთვისაც საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ მოძღვარს ხო შენ ირჩევ. შენ ხომ
არ უნდა აირჩიო, მე ხო არ უნდა ავირჩიო, თქვა სულიერი შვილი, მოდი შენ ჩემი სულიერი შვილი იყავი, ხომ ესე არ ხდება? შენ ირჩევ მოძღვარს. მოდიან ხოლმე და ამბობენ, მამა, მინდა თქვენი სულიერი შვილი გავხდე. ნუ ჯერ სულიერი შვილობა ეს ცალკე თემაა, რას ნიშნავს, მაგრამ თუ მაინდა-მაინც თქვა ამ თემაზე ვსაუბრობ, მე აქ პასიური ვარ, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ შენ ირჩევ და მე არ გირჩევ შენ და შენ რო აირჩიო. ესე იგი შენ ვინ უნდა აირჩიო? შენ უნდა აირჩიო ის, ვისი პირველ სახეც პროტოტიპი, ვისი პროტოტიპიც ქრისტეა. ანუ შენ უნდა მიხვდე ამას. რას ნიშნავს მიხვდე? შენ შეიძლება ვერ მიხვდე. აი ადამიანი შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ როგორი მოძღვარი აირჩიოს. ეს ხდება ამგვარი რამ, როგორ არ ხდება? ამის შესახებ სხვათა შორის თავად მაცხოვარი გვაფრთხილებს. გავიხსენოთ სახარებაში როგორ არის ბრმას აეკიდაო და ორივენი მთხრებში ჩავარდა. ამიტომ შეიძლება ბრმა აირჩიო მოძღვარად და მაშინ ეს ნიშნავს რომ შენც ბრმა ხარ და შედეგი ფატალურია. თუ რა თქმა უნდა უფალმა არ გვიხსნა. ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული და მასაკითხი და აქედან გამომდინარე პრობლემური და პრობლემური მრავალი მიზეზის გამო, არა მარტო საკითხის სირთულის გამო, რომ ესე იგი მოძღვრის პირველ სახე ქრისტეა და ჩვენ მას უნდა მივბაძოთ, არამედ იმის გამოც, რომ დღეს მაგალითად საქართველოს რეალობაში, მოდი ასე ვთქვა, მღვდელი და მოძღვარი სინონიმები გახდა. ხომ ესეა? მაგრამ ეს სინონიმში ესე არ არის. არსობრივად ესე არ არის. მღვდელი სინონიმი ვერ იქნება მოძღვრის ამ სიტყვის არსობრივი გაგებით, იმიტომ რომ მღვდელი არის ადამიანი, რომელიც ევქარისტიულ მსახურებას აღასრულებს. საიდუმლოებას აღასრულებს, საიდუმლოებებს, საიდუმლოება ყველაზე მთავარი ერთი ხო თქვა და იქიდან გამომდინარე მე სხვები ევქარისტიულ საიდუმლოებას და აქედან გამომდინარე საიდუმლოებებს აღასრულებს. მაგრამ მოძღვარი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს მღვდელი და შეიძლება მღვდელი არ იყოს. მაგალითად, ქრისტიანული ეკლესია, ტრადიცია, იგივე ათონის მთა დღესაც ცოცხალია ეს ტრადიცია და ალბათ ყველგან არის ეს. თქვათ, უშვებს მოძღვრად ისეთ ადამიანსაც, რომელსაც ხარისხი საერთოდ არ აქვს. ანუ არის უბრალოდ მონოზონი, ბერი. ხო ესეა. მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ხო ესე იგი მღვდელი ავტომატურად ნიშნავს მოძღვარს და ესე არ არის ხას უსვამ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მოძღვარი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იყოს ხარისხის მატარებელი, უბრალოდ ბერიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ მას კონდეს ცოდნა და გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა ეძებოს ადამიანმა ღმერთთან ურთიერთობა, ცოცხალი ღმერთი, როგორ იაროს მისკენ და როგორ დაქენა გამომდინარე მან იცის როგორ წაიყვანოს სხვა, ანუ უბრალოდ როგორ უჩვენოს სხვა ადამიანს გზა ღვთისაკენ სავალი. იცის ეს და ამას ხარისხის გულისხმობს ალბათ. მაგას გულისხმობს. ანუ აქ ამ შემთხვევაში ხარისხი გადამწყვეტი არ არის. ხარისხი შეიძლება ასე ითქვას მეორე ხარისხოვანის არის და შეიძლება ასე ითქვას რომ საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება კიდევ მეორე, ხა იოსების სიხასტი იყო ბერი, არ იყო მას ხარისხი არ ქონია, მაგრამ მან გააცოცხლა ათონზე გონიერი ლოცვა და დღეს ესე იგი ფაქტიურად მისი სულდგმულობთ, არა მისი სულდგმულობენ არა მარტო ათონელები, არამედ მთელი საქრისტიანო, რასაც გონიერი ლოცვა ქვია, ხო? და უბრალოდ ბერი იყო. ასე რომ ამ ხარისხი მეორე ხარისხოვან როლს საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა, პრინციპული შეიძლება ასე ითქვას. თუმცა ცუდი არ არის თქვათ ადამიანს ხარისხის როლი, იმიტომ რომ ხარისხი დამატებით გამოცდილებას იძლევა თქვათ ღმერთთან ურთიერთობის. ასევე ადამიანებთან ურთიერთობის დროს შენ ახსარებებს გეუნებიან, თუმცა ახსარებებს გარკვეულ სახით მოძღვარს, ნებისმიერს მოძღვარს იგივე ბერსაც ეუნებიან, გულისხმებს როცა უხსნიან. ხო, ეს არსობრივად იგივე ახსარება, თუმცა შენდობის ლოცვის საკითხის უფლება, როგორც ასეთი ამ საიდუმლოების გარეგანი აღსრულების უფლება მხოლოდ ხელდასხმულ მღვდელს აქვს. და საქართველოში თქვათ ეს რეალობა, თქვათ რუსეთშიც ესეა. თუ ავწდები, აი წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ადამიანი შეიძლება უცებ დღესვე ხელი დაასხეს და დღესვე ის მოძღვრის სტატუსი აქვს პარალელურად გარდა მღვდლობისა და დგება უდიდესი პასუხისგებლობის წინაშე, რომ შენთან რო ადამიანი მოვა და სულიერ პრობლემას დაგიდებს წინ, შენ უნდა და მოვა, იმიტომ რომ მას რჩევა უნდა რომ შეძლოს გადაწყვეტა, შენ ხომ არ კითხავს და შენ უნდა მას სწორი პასუხი გასცე. და თუ შენ მას სწორი პასუხი არ გაეცი, ერთი რომ იმას ხელს ღვთისაკენ სავალ გზაში. მე საკუთარ სულსაც იმძიმებს და გვახსენდება წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები, რომ თუ შენი მიზეზით ვინმე ვერ ცხონდება პასუხს ღმერთი შენს მოგთხოვს, იმიტომ რომ შენი ბრალეულობაც არის იმაში, რომ ის შენ დააბკოლე, ხო? და უფალიც ამბობს, რომ
და ვინმეს დაბრკოლებას გიჯობსო, წისქვილის ქვა მოიბა, ქეძეო და წყალში დაინთქავა. იმიტომ ძალიან საშიში ფენომენია უკვე, როცა ამგვარი პასუხისგებლობა გვაქვს და გამოცდილება კიდე არ გვაქვს. დიახ. მამა თეოდორი, გარკვეულწილად თქვენ შეეხეთ ამას, მაგრამ აი ძიება მოძღვრისა. ხშირად არის ხოლმე პრობლემა თანამედროვე მორწმუნის ცხოვრებაში. ხშირია, როცა მაგალითად იცვლიან ერთ მოძღვარს, მერე მეორეს, მესამეს. მე წეგან თქვენ გიორგი მთაწმინდელი ახსენეთ, იგივე სიმეონ ღვთისმეტყველის ცხოვრებაშია, როცა ის დიდხანს ეძებდა თავის მოძღვარს და ბოლოს მიაგნო სიმეონ მოშურნეს. და აი თანამედროვე ქრისტიანი, აი გარკვეულწილად არასერიოზული დამოკიდებულება ხო არ არის ზოგჯერ თვითონ მორწმუნის მხრიდან. არასერიოზულში რას გულისხმობ, გიორგი? აი მიდგომა თვითონ მოძღვართან, გულგრილად ხო არ უდგება თვითონ მოძღვარს, ან რამე ხო არ აფრკოლებს მოძღვრის დაუშვათ. ეხლა მე მაინც ბოლომდე კითხვა ვერ გავიგე კარგად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე შეიძლება ადამიანს აფრკოლებდეს და ზოგი მართებული და ზოგი არამართებული. შეიძლება მოძღვრის სიმკაცრე. ზოგი ეს მოარული ფრაზა არის, სიმკაცრი მოძღვარი. ხო, მე ძალიან ხშირად ჩემზე ამბობენ ხოლმე რომ კაცრიაო და მე მხრებს ვიჩეჩავ, ნეტა მკაცრი ვიყო, მე ხელს მიშლის ეს რომ კაცრი არა ვარ, რას ნიშნავს სიმკაცრე? როდესაც შენ ითხოვ იმას, რომ აი მაგალითად ეხლა, აი ღვთელმა თქვა ესეთ სიტყვები. თუ გინდათ რომ იცხოვროთ ღმერთში, ანუ ღმერთთან იყოთ, ცხოვრობდეთ ღმერთში, ესე შეიძლება ციტრებას უბრალოდ არ მოვახდენ, ეს არის წმინდა იოანე მოციქულის პირველი ეპისტოლე. ისე უნდა ცხოვრობდე, მე ციტრებას არ ვახდენ, იქ წერია როგორც თავადი ვიდო და შენც ესე უნდა ვიდოდე, როგორც თავად ქრისტე, ანუ ქრისტეზეა საუბარი, ვიდო და როგორც ცხოვრობდა, ესე შეიძლება თარგმნოთ, ანუ თანამედროვე ქართულად ესე შეიძლება გამოვიტანოთ, თუ შენ გინდა ცხოვრდე და ღმერთში იყო, ხომ? როგორც ქრისტე ცხოვრობდა, ესე უნდა ცხოვრობდე. ეხლა მე როდესაც ამას მოვითხოვ ადამიანისაგან, რომ ჩვენი მოძღვარი ქრისტე, მე კი არა ვარ, შენი მოძღვარი ქრისტეა, ჩვენი მოძღვარი და ჩვენ უნდა მას მივმოძოთ. პავლე მოციქული გვეუბნება, მობაძავ ჩემ და იქმენით ვითარცა მე ქრისტესა, ხო? როცა ამას მოითხოვ და ამის რეალურად განხორციელებას ეცდები, თქვათ, შენ თავშიც და სამრევლოში, უბრალოდ სხვანაირი ქრისტიანობა არ არსებობს. შეიძლება ამას უწოდო სიმკაცრე. ეს რა სიმკაცრეა, კაცო? ეს არის მოთხოვნა ჩვენი მოძღვრისა. ჩვენ გვავიწყდება, რომ ჩვენი მოძღვარი თეოდორე, ან გიორგი, ან თქვათ იოანე, ან ასე შემდეგ, ჩვენი მოძღვარი ქრისტეა. მე არ მაქვს უფლება მოვითხოვო იმაზე მეტი ან ნაკლები, რაც ქრისტემ თქვა. მე რევიზიას ვერ ჩაუტარებ ქრისტეს სიტყვებს. რამე დავაკლო, რამე შევცვალო, ვის დაამატოსო და დააკლოსო, აპოკალიფსში როგორ წერია, ხო, ის წყლებანიო, იმას, ანუ რა უფლება მაქვს მე საცოდავმა თეოდორემ რევიზია ჩავატარო ქრისტეს მაცხოვრის სიტყვებისა. რა არის დღეს გასაკეთებელი და სათქმელი და რა არა. მithumetes ღმერთი არ იცვლება და მის არსებაში ცვლილების აჩtildeც კი არ არის, ხო, როგორც მოციქული გვასწავლის. აქედან გამომდინარე, სიმკაცრეში თუ მოიაზრება ის, რომ ადამიანს ემძიმება ღვთის სიტყვა, ხო? ეს სხვა თემაა. აი მე კიდევ ერთი გამახსენდა, მაგალითად მაცხოვარი არ ამბობს, რომ თუ გინდა რომ მე გამომყვე, შენში არსებული ცოდვა მოიძულე, განეშორე, აიღე ჯვარი, შემდეგ ამ შემომიდექი. ეს რომ მეთქვა, ვიღაცას ესეც არ მოეწონებოდა, იმიტომ რომ ქრისტე ხო საყვარელია და ტკბით. მაცხოვარი ამას არ ამბობს, შენში არსებული ცოდვა მოიძულე და გამომყევიო. მაცხოვარი სხვა რამეს ამბობს, შენი თავი მოიძულე და გამომყევიო. ნახეთ როგორი უკომპრომისო სიტყვა. უკატომ შენი თავი და რა ცოდვა, იმიტომ რომ შენ თავს ცოდვისაგან ვერ გამოყოფ, ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ნახეთ როგორი უკომპრომისოა, შენ და ცოდვა, შენ და დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ცოდვა ერთი და იგივეა. ეს არის შენი არსი. და ამიტომ არის რომ ცოდვა კი არა, შენი თავი მოიძულე. და სხვა ადგილას გეუბნება, რომ თუ მეორედ არ დაიბადები, ვერ შეხვალ სასუფეველში, სხვა არსება უნდა გახდე. ჩვენი სიმართლით ვზომავთ სამყაროს, ხო, ესეა. და ნახეთ რას გეუბნება, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება წიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს, ვერ შეხვალ სასუფეველში. წიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლე რა სიმართლეა? ეს არის უაღრესად განსწავლული და განათლებული ადამიანების სიმართლე. ეს არის ზნეობრივი თვალსაზრისით და რელიგიური თვალსაზრისით უმციკლო და უბიცოდ მაცხოვრებელი ადამიანების სიმართლე. ეს არის სამშობლოს მოყვარული ადამიანების სიმართლე.
და ნახეთ, აი ამგვარი ადამიანების სიმართლეს თუ არ აღემატა შენი სიმართლეო და როგორ უნდა აღემატოს? მე მგონი ვერცერთი ვერ შევეჯიბრებით იმათ, ვერც სამშობლოს სიყვარულში და ვერც რელიგიურ და ზნეობრივ სიწმინდეში და ვერც განსწავლულობაში მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცოდნენ. ესე იგი რა გამოდის? აქ რაოდენობრივ აღმატებულობაზე არა, რაოდენობრივად მე მათ სიმართლეს, ჩემი სიმართლე ვერასოდეს აჯობებს. აქ ლაპარაკია თვისობრივ განსხვავებაზე. თვისობრივ განსხვავებაზე ჩემი სიმართლე თვისობრივად სხვა რამე უნდა იყოს ვიდრე მათი სიმართლე. ეს სიტყვები საკმაოდ კაცრია და საკმაოდ შეუვალია. ხო თუ ადამიანს ეს არ მოსწონს, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს ქრისტეს სიტყვებია. სხვა საკითხია, როდესაც შეიძლება მოძღვარს მღვდელს მოდი ასე ვთქვათ, რომელსაც მოძღვარად აირჩევენ, თვითთავად არ ესმოდეს ქრისტეს სიტყვები. და აღმოჩნდეს უნებლიეთ იმ ფარისევლის მდგომარეობაში, რომელსაც უფალი ამხელს, რომ ძნელად ასაწევ ტვირთს თქვენ სულიერი შვილების, ანუ მრევლის კისერზე დებთ და თითსაც არ შეაშველებთ, რომ შეუმსუბუქოთ. აი ეგ სხვა თემაა, როდესაც ჩვენ ვერ ვიგებთ რა ქრისტეს მიერ მოცემულ გზას და დავალებას, ჩვენ ვიგონებთ ახალ ჟულს და აი ამ ტვირთს ვადებთ მორწმუნეებს, რომელსაც ჩვენ არ აღვასრულებთ. ეს სხვა თემაა, აი ამას ქვია არაჯანსაღი სიმკაცრე, რომელიც რა თქმა უნდა მიუღებელია. დიახ. მამა თეოდორი, აი მორჩილების თემა სულიერი მოწმისა, მორწმუნე ადამიანისა. აი სად გადის ზღვარი? და უშუალოდ არსებობს ხშირად არის ხოლმე საუბარი სრული და არასრული მორჩილება. რაში უნდა დაემორჩილოს სულიერი შვილი თავის მოძღვარს და რაში აქვს ასე ვთქვათ დამოუკიდებელი მოქმედების უფლება მორწმუნე ადამიანს. აი გიორგი რა ესეთ კითხვებს მისვავ ყველაფერზე პასუხის გაცემა რომ ძალიან ძნელია. იმიტომ რომ ეს ის თემებია, რომელსაც პასუხის გაცემა დღეს რთული, იმიტომ რომ მორჩილების უკან ამ ცნების უკან სხვა რაღაცას გულისხმობს დღევანდელი ადამიანი ვიდრე იგულისხმება. თვითონ მორჩილება ძალიან საინტერესო ფენომენია. ზოგს გონია რომ მორჩილება ეკლესიაშია გამოგონილი, თქვათ, ხშირად გონიათ ხოლმე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ ჩვენ რაღაცა გამოვიგონეთ მორჩილება, რითაც თქვათ ადამიანის ცხოვრებაში ზემეტად ვერებით ან მათინებით მოკლედ მათ თავისუფლებას ულახავთ და ასე შემდეგ. როდესაც მორჩილებას განიხილავენ როგორც თავისუფლების ალტერნატივას და ანუ სადაც არის მოთხოვნა მორჩილებისა იქ უგულობეს ყოფილია თავისუფლება, ეს არის ვერ გაგება არა უბრალოდ ქრისტიანობის, არამედ ეს არის ვერ გაგება საერთოდ ადამიანური არსებისა. იმიტომ რომ იქ სადაც არის ადამიანი, ამ სიტყვის არა ფიზიოლოგიური გაგებით, არამედ ნამდვილი გაგებით, მთელი სისავსით. ანუ ადამიანი არ არის მარტო ფიზიოლოგია, ადამიანი თავის მარადისობას ატარებს, იქ სადაც არის ადამიანი, იქ არის თავისუფლება და მორჩილება ერთად, როგორც ორი ანტინომიური ერთეული ერთად თანაარსებული. რაც ნიშნავს ანტინომია, ორი ურთიერთგამომრიცხავი რეალობის არსებობა ერთად, რომელთა ლოგიკურად ერთად ყოფნა თითქოს და შეუძლებელია, მაგრამ ისინი ერთად არსებობენ. და ადამიანში ეს არის რეალურად. ადამიანი ამის გარეშე ვერ არსებობს. ეხლა მაგალითად აი ვიმჯელოთ, რატომ არის ესე? ადამიანი იბადება. ადამიანი თავისუფლების გარეშე ცხოველია, ის ადამიანი არ იქნება. ადამიანი თავის პიროვნულ არჩევანში, აქ იგულისხმება ზნეობრივი არჩევანი, სიკეთესა და ბოროტებას შორის, ზნეობრივ თეთრსა და ზნეობრივ შავს შორის, ხო? პიროვნულ არჩევანში ადამიანი არის აბსოლუტურად თავისუფალი და ეს თავისუფლება ისეთი დიდი ხარისხის არის, რომ მას ღმერთიც არ ეხება. მაგრამ მეორე მხრივ ადამიანი ამავე დროს არ არსებობს მორჩილების გარეშე, იმიტომ რომ ის რადგან დაიბადა ადამიანად გარკვეული მონაცემებით და ამ მონაცემებში მარტო ის კი არ შედის, რომ ის შეიძლება კაცი იყოს, ან ქალი იყოს, ქართველი ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი, თქვათ, ამა თუ ეპოქაში მაცხოვრებელი, ამა თუ ნიჭიერების მქონე და ასე შემდეგ, არამედ ის რომ ქრისტიანობას ასწავლის, ადამიანს დაცემული ბუნება აქვს. და ეს დაცემული ბუნება გინდა არ გინდა თავის თავს, უბრალოდ ეს მოცემულობა
ეს რეალობა რაც ჩამოთვალე დაცემული ბუნებიდან დაწყებული იმით რომ შენ ამას თუ იმის ნიჭიერება გაქვს ეს შენ გარკვეული წინასწარ პირობებს გიყენებ რომელსაც შენ სხვა გზა არ გაქვს უნდა დაემორჩილო ეს მომენტია და აქედან გამომდინარე მორჩილება როგორც ასეთი ხო და თავისუფლება ერთდროულად არსებობს და ადამიანის სარწმუნოც და სიღრმეც მოდი ესე ვთქვათ იმაში მდგომარეობს რომ შენი თავისუფლების რეალიზება მოახდინო იმ რეალობაში რომელიც შენ მოგეცა გესმით და აქედან გამომდინარე ეს ნიშნავს იმას რომ მორჩილების უგულებელს ყოფა უბრალოდ ადამიანური არსების წინააღმდეგ ბრძოლა ისე როგორც თავისუფლების უგულებელს ყოფა ადამიანური არსების წინააღმდეგ ბრძოლა არის და კიდევ ერთი რომ ქრისტიან ეს ზოგადად ფილოსოფიურად თუ შევეხეთ, თქვა ადამიანის მორჩილების ცნებას, რომ ადამიანი ეხლა მაგალითად ჩვენ მესამე სართულზე ვართ გონი, ჩვენ ეხლა ფანჯიდან ხوار გადავალთ, რა ვემორჩილებით გრავიტაციის მონებს და ჩავდივართ კიბეებით, მაგრამ თავში არ მოგვივა არც ეს აზრით, რომ ჩვენ დაგვიმონა განგებამ, იმიტომ რომ არსებობს მიზიდულობა, ხო? ამის, იმიტომ რომ ჩემი თავისუფლების რეალიზებას მე ისედაც მოვახდენ თან დავემორჩილები ამ კანონს გრავიტაციისას და თან თავისუფლებასაც შევინარჩუნებ. წინააღმდეგობაში არ მოვიყვან. თუმცა შეიძლება ვიღაცამ გააპროტესტოს როგორ მიბედავს ეს განგებულება, რომ მე ესე იგი არ მაძლევს საშუალებას გავფრინდი აქედან პირდაპირ, ხო? ეს ზოგადად ფილოსოფიური შეხედულება, რომელიც შეიძლება ათასწლეული სხვადასხვა მიმართულებით განვრცოს, მაგრამ რაც შეეხება ქრისტიანულ მორჩილებას აქ ცოტა სხვაგვარად არის საქმე, იმიტომ რომ ქრისტიანული მორჩილება ძალიან დიდ კავშირში ადამიანის ნებელობასთან. ადამიანის ნებელობა ეს არის აქტიური იარაღი ადამიანური ბუნების, აქტიური ნაწილი ადამიანური ბუნებისა, რომელიც ჩვენს ქმედებას აცოცხლებს და ეს იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ბუნებაში ნებელობა, იმდენად მნიშვნელოვანია მისი აქტიური ბუნება, რომ ერთ-ერთი დოგმატი ქრისტიანული მოძღვრებისა ღაღადებს რომ ქრისტეს აქვს ორი ბუნება, ანუ ღვთაებრივთან ერთად, იმიტომ რომ ღმერთის არის ადამიანური ბუნებაც აქ და ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ქრისტეში ადამიანური ბუნება ნების გარეშე, ან აქტიური საწყისის გარეშე არ არსებობდეს, რომ მას მაქსიმე ახსარებელის უდიდესი გენია ქრისტიანობისა და კაცობრიობისა შეეწირა და მოწამეობრივად აღესრულა წმინდა მაქსიმე ახსარებელი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ახლა ამას არ ჩაუღმავდებით, უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ ადამიანური ნებელობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ნებელობა არის დაცემული ბუნების თვისება. დაცემული ბუნების თვისება და ადამიანის საზრისი რა არის ცხოვრების შორის მარადისობაში ღმერთთან იყოს, ღმერთში იყოს და ღმერთი გახდეს, ეს იმდენად მნიშვნელოვანია ამისთვის დაიბადა ადამიანი და იმდენად ძვირფასია თითოეული ადამიანი ღმერთისათვის, რომ ღმერთი რა თქმა უნდა ადამიანს ზრუნავს. ღმერთმა იცის თავის უწმინდესი ნებით, რომ შენ როგორც ადამიანს შენ როგორც ადამიანმა რა ნაბიჯები უნდა გადადგა, შენი თავისუფალი ნებით რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რომ ღმერთისაკენია, რომ რა თქმა უნდა ლოგიკურად ხვდებით ჩვენ ამას, რომ აი როგორც მშობელმა, კარგმა მშობელმა იცის, ან კარგმა პედაგოგმა იცის, პატარა ბავშვი, ან საბავშვო ბაღის ან ბავშვი, ან პირველ კლასელი, მეორე კლასელი და ასე შემდეგ, ან დიდმა მეცნიერმა, ან კარგმა მწვრთნელმა იცის, რომ აი სპორტსმენს რა უნდა მისცეს, ანუ ბავშვს რა უნდა მისცე, როგორ უნდა აღზარდო, რომ ის ღირსეული ადამიანი გამოვიდეს და გაცილებით უკეთ იცი. შენ ვიდრე პატარა ბავშვმა. მწვრთნელმა გაცილებით უკეთ იცის, თქვათ ხელოვანმა პედაგოგმა გაცილებით უკეთ იცის დამწყები პიანისტის შესაძლებლობები და თან ისე რომ შემოქმედი იყოს თავისუფლებაც არ წართავს და თან ისე აღზარდოს, რომ ესე იგი მისი თვისებები კარგად განვითარდეს და თქვათ კარგი სრულად გამოვიდეს მისი ნიჭიერება, მით უმეტეს ღმერთმა იცის თითოეული ადამიანის შესაძლებლობები და ამიტომ ყველაფერს ისეც მისცემს, რომ ესე იგი ადამიანი ისე განვითარდეს, რომ თავარ საქმეში იყოს შემოქმედი, საკუთარი სულის სკულპტორი გახდეს და საბოლოო ჯამში რომ განიღრთოს და ღმერთი გახდეს. და ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის ეს ერთი. ეს ქრისტიანობაში ძალიან აპრობირებული გადაწყვეტილი საკითხია, ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს, მან იცის, რომ საკუთარ თავს ადამიანი ნაკლებად იცნობს, ღმერთი უფრო გვიცნობს ჩვენ და ნახეთ რა ხდება, ესე იგი
ღმერთმა უკეთიცის და მისი ნება ჩემი ცხონების საქმეში ჯერ ერთი რომ შეუვალია იქ უფალი ამბობს სადაც მე ვარ მინდა რომ თქვენც იქ იყოთ მაგრამ ამავე დროს მისი ნება იმ საკითხში რომ ჩემ თავისუფლებას არ უნდა შეხოს ესეც შეუვალია ესე იგი რა უნდა გააკეთოს ღმერთმა იმისათვის რომ თან მე მაცხოვნოს და გადამარჩინოს მაგრამ ისე რომ ჩემ თავისუფლება არ შებღალოს ერთადერთი გამოსავალია მე ჩემი ნებით უნდა დავემორჩილო და როგორ დავემორჩილო მე უნდა მივხვდე რომ ღმერთის ნება უწმინდესია და ჩემთვის ძალიან ძვირფასია ანუ მე და ღმერთს ერთი და იგივე უნდა მოგვინდეს ჩემთვის აი მე ხშირად ვამბობ ხოლმე ჩვენ სამყაროს უნდა უყუროთ ქრისტეს თვალებით ანუ მე რო ქრისტეს ძოს დაბადებულიყავი აი თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ ქრისტე ამბობს ძმასაც გვიწოდებს აი მე უნდა შემძლებოდა ქრისტეს მეგობრობა ქრისტეს ჩემთან არ უნდა მოწყინებოდა იმიტომ რომ ჩვენ უნდა ერთი აღქმა როგორც ორ მეგობარს ერთი აღქმა აქვს სამყაროს ამაზე ამბობენ თეთრია ის თქვა სხვა ფერის არის ანუ ზნეობრივი კუთხით თქვა რაღაც მოვლენას ერთნაირად აფასებენ იმიტომ რომ ერთი აღქმა აქვს ხო აი მე უნდა მინდოდეს რომ მე უნდა მჯეროდეს ღმერთის და ვიცი რომ ღმერთს უნდა რომ და ვენდობოდე უნდა ღმერთს მინდობა ღმერთისადმი ეს მნიშვნელოვანი რამ არის და აღმოვაჩენ რა მიშლის ხელს ერთერთი რაც ყველაზე ძალიან ხელს მიშლის ეს არის ჩემი ნება როგორც ზარმაც მოსწავლეს ახლა გამოსვლა მაქვს თქვა ორ კვირაში და აი ახლა მომინდა რომ კი არ ვიმეცადინო რაღაც ფილმს უყურო მე მომინდა რომ მეგობართან რაღაც წავიდე და ვესაუბრო ახლა მომინდა რომ დავიძინო ახლა მომინდა რომ წავიდე ცოტა დავლიო და ამბობ გამოსვლა მაქვს ახლა მინდა რაღაც სხვა რამე წავიკითხო ჩემი ნება რომელიც ჩემი დაცემული ბუნების დაკვეთას ასრულებს და იმ მიმართულებით აქტიურობს რაც ჩემ დაცემულ ბუნებას სჭირდება ხელს მიშლის მე რომ გამოსთა ჩავაბარო და რა გასაკვირია ხალხო რომ ჩემმა ნებამ ხელი შემიშალოს მე რომ განვიღმრთო და იმ საღვთო გამოსთაზე გავიდე რომელსაც ჩემი ყოფნა არ ყოფნა მარადული ყოფნა არ ყოფნა ქვია ამიტომ რაც არის გასაკვირი რომ მე უთხრა ღმერთს ლოცვაში რომ ღმერთო იყავ ნება შენ და როუნებით აბა მამაოჩონო გავიხსენოთ ხო მამაოჩონ იყავ ნება შენი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა კითხვა ხდება როგორ გავიგო მე იყავ ნება შენი როგორ აღვასრულო მე ეს ღვთის ნება მე კი ვეუბნები ამას მაგრამ მე რა ვქნა ეხლა აი ეს რეალურად როგორ განვახორციელო და მისთვის არსებობს სწორედ მონასტერში მოძღვრის ინსტიტუტი როდესაც ადამიანი გამოიკოლებს აი ეძებს მოძღვარს, როგორც გიორგი მთაწმინდელი ეძებდა, იპოვის ადამიანს, რომელიც დარწმუნდება ჯერ, გამოიძიე, გამოცადე მამები გვას, აი გამოცადე ის ბერი, გამოცადე, მიდის თუ არა ღმერთისაკენ. აი როგორ მამა, სახარება უნდა იცოდე. შენ უნდა იცოდე ზუსტად ქრისტე რა სიტყავს შენ. შენ თუ სახარება არ იცი. შენ თუ ქრისტიანობა არ გესმის, ვერ მიხვდები ეს ადამიანი მიდის თუ არა ქრისტესაკენ, ეს ბერი და უნდა იცოდე, უნდა ეძებდე, უნდა მაძიებელი იყო, უნდა გამოცადო და თუ დაინახავ რომ ეს ადამიანი ქრისტესაკენ მიდის და მინიმუმ ერთი ნაბიჯით მაინც წინ გისწრებს. მიდიხარ და შენზე წინ არის, ანუ იქითკენ არის და ესე იგი რა გამრჩება? მე დავემორჩილები მას და ღმერთის წინ, ოღონდ დავემორჩილები ღმერთის წინაშე. იმიტომ რომ მე ხო ვიცი რომ ის მიდის იქითკენ, ღვთის წინაშე. ჩემნებას მოვიკვეთ, იმიტომ რომ ჩემნება აშკარად ხელს მიშლის, იმიტომ რომ სულ მეწინა აღდება 1000 გულის თქმები და გულის სიტყვების სახით და ჩემნებას გადავაბარებ ამ ღვთი გამძლობილ მოძღვარს, რომელიც ღვთისაკენ მიდის და ღმერთს ვეუბნები. იყავ ნება შენი, რომელიც განმიცხადე ამ ადამიანის მიერ, იმიტომ რომ ეს ჩემზე წინ არის და ვიცი დამდვილად რომ შენსკენ მოდის. აი ამას ქვია მორჩილება. მაგრამ ეს მონასტერში, ესეც იმ შემთხვევაში თუ ესეთი ბერი მოიძებნა, ხოლო ერში თეთრ სამღვდელოებასთან იქ სადაც თქვათ ესეთი გაღვთოვილი ბერი ვერ ვნახეთ, ეხლა რა ვქნათ? აქ ადამიანის აქ ადამიანის მდგომარეობა კი არ მსუბუქდება. პირიქით უფრო მძიმდება, იმიტომ რომ ერში ასე დროს, როცა შენ ნებას ბოლომდე ვერ ჩააბარებ, აი გრიგოლ ხასტელი ნახე და ჩააბარებ შენი ნება, რა არის ამაში ცუდი, ხო? თან გრიგოლ ხასტელი, თქვა პირობითად გრიგოლ ხასტელი, ნამდვილი მოძღვარი, შენს თავისუფლებას არ ლახავს, შენთან ღმერთივით იქცევ, ანუ ის შენ ნებას აბარებ მას და ის შენ მის მორჩილებაში ხარ, მაგრამ შენ თავისუფლებას, ანუ შენ ყველაზე მთავარ ღირსებას ეს არ ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებს ამას, ნუ თავის საქმის ვირტუოზები არიან, ეს დიდი ხელოვნება, ეს არის საოცარი ხელოვნება ადამიანის სულის გამოძერწის.
ვერც ერთი პედაგოგი ამას ვერ შეედრება, ხო? რაც შეეხება რეალურ სინამდვილეში ჩვენთან, ჩვენ შემთხვევაში ადამიანმა ასევე უნდა იცოდეს, იყოს მაძიებელი, იცოდეს სახარება, ესმოდეს ქრისტიანობა და მოძებნოს მღვდელში ისეთი ადამიანი, რომელიც მას სასარგებლო რჩევებს მისცემს და კი არ უბრძანებს, ანუ დირექტორს კი არ იპოვის მღვდლის სახით, არამედ უფროს მეგობარს, რომელიც მას რჩევებს აძლევს და რჩევები სასარგებლოა მისთვის, იმიტომ რომ ეს მღვდელი ერთი ნაბიჯით მაინც როგორც იმ შემთხვევაში, ერთი ნაბიჯით მაინც წინ არის და ნამდვილად ვიცი და დავწმუნდი, რომ ქრისტეს ერთგულებს როგორც შეუძლია 21 საუკუნის მღვდელს და მიდის ღვთისაკენ. ამ შემთხვევაში და ასე დროს, რა თქმა უნდა, მე მის რჩევები უნდა გავითვალისწინო. და შემიძლია არ გავითვალისწინო, მაგრამ ბუნებრივად ხდება ესე, როდესაც გამოგცდის ადამიანი და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და დარწმუნდება, რომ შენი სიტყვები სწორია, მაშინ გემორჩილება, გიჯერებს. ოღონდ კიდევ ერთი ნიუანსი, რაში გემორჩილება და რაში გაძლევს რჩევებს და რა თემებზე მიდიხარ საერთოდ. ძალიან პირობითად ვიტყვი, რომელ ნომერ ავტობუსში დაждე, რა თქმა უნდა, ანუ ყოფით საკითხებზე შენ მასთან არ მიდიხარ. სამსახური, რომელი სამსახური იშოვო, ბინასაც შეიძინო, ვინ მოიყვანო ცოლად, შვილს რა დაარქვა, ეს რომელ ექიმთან იმკურნალო, ოპერაცია გაიკეთო თუ არ გაიკეთო, რომელ ქალაქში წახვიდეს, ეს მღვდლის საქმე არ არის. ეს მღვდელს არ ეხება. აბა რა ეხება მღვდელს? ქრისტე როგორ ეძებო, მხოლოდ ამ თემებზე უნდა მიხვიდე მღვდელთან. მხოლოდ ამ თემებზე. რა თქმა უნდა, თუ ლუსმის ჩაჭედება, კარგად ვიცი, შეიძლება ესაც ვკითხო და ჩემი გამოცდილება გაგიზიარო, მაგრამ აი რასაც სულიერი შვილისა და მოძღვრის ურთიერთობა ქვია და თუ რაღაც მორჩილების ნასახი მაინც არის ამ საერო გარემოში. აი ეს ქრისტე როგორ ვეძებო და როგორ ვიარო მისკენ, როგორ ვისწავლო მასთან ურთიერთობა, ლოცვა და ასე შემდეგ, როგორ დავინახო საკუთარ თავში არსებული მძიმე გულის სიტყვები და როგორ ვებრძოლო მათ, რომ ესე იგი ჩემში ვნებები არ გაბატონდეს. აი ეს არის მოძღვრის საქმე და ამ საკითხებზე უნდა მიმართოთ. დიახ. მამამ, სარეკლამო ჭრა და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. საუბრები რელიგიაზე, შეკითხვა მოძღვარს. ორშაბათიდან ხუთშაბათის შაბათით, საღამოს 7 საათზე. საქართველო არის წილხედრი ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისა და იგი არადროს არ დაეცემა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა მუდამ იცავს და იფარავს განსაცდელისაგან და ხილული და უხილავი მტრებისაგან, როგორც უფალმა დრეთით აღადგინა ლაზარე 4 დღის მკვდარი, ასე მრავალგზის აღადგინა უფალმა საქართველო და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ კირო, ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთი შემჩი სამარის პირთან, ნათესავს 1000, მეგობარს 1000, ვრუცსა და მართალს მტერთა და ძმათა დავშორდი. მორჩა, ყველა მოთავდა, მშვიდობა ვუთხარ, ყველა მოკვდავდა. მხოლოდ შენ უკვდავს, მხოლოდ შენ მარადს, შენ ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის კარად. თუ რამზე მწამდა, თუ რამზე მწვავდა, უტკბილეს დღეთა და უტკბილეს წამდა. უტკბესი, შენ ხარ ენავ დედაო,
შენ მწარელ ხინო ტკბილო სევდაო შენ ყოვლის მთქმელო ყოვლის არ მთქმელო შენ გმირთა გმირო ბრძენო ქართველო წარსულის ძეგლო წინ გამხედავო ქვესკნელში მძრომო ცაში მჭრეტელო ხან ფუნჯო ჩემო ხან საჭრეთელო შენ აკუნის ჰიმნო ცრემლო სამარის იბერის ენა ვენა თამარის შენ ნიჭო ჩემო სრბოლავ და ფრენავ დედაო ენავ დაეცეს იქნებ სიმაგრე ყველა მოისრას იქნებ ყველა ყრმა ველად დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას და დააკვდეს აზრი ნაპოლის პოვნას ყოველ მეგს იქნებ დაატყდეს მეხი ყოველ ძეგს იქნებ დაედგას ფეხი ხოლო შენ უჭკობს შენ ხატად გცემს რა დრო რა დასცემ შენ სუკვდავს ხელზე ენო ჩემო დედაო ენო შენ ჩემო ნიჭო სრბოლა და ფრენა შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალა შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მამა შენ კირო ჩვენო ქვათა და კირთა შენ ერთს შენ ვერ გთმობ სამარის ფირთა ადამიანს ესმის, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, იგი ჩიხში არადროს არ რჩება. მას აქვს მუდამ იმედი ღვთისა და ეს იმედი არ მოგიშალოთ უფალმა თქვენ და მთელ საქართველოს. გადაცემის სპონსორია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მრევლი. საუბრები რელიგიაზე, შეკითხვა მოწყვარს. ორშაბათიდან ხუთშაბათის შაბათით. საღამოს 7 საათზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მამა თეოდორე, მარხვასაც შევეხოთ. მარხვა დაიწყო და მარხვა ხშირად ასოცირდება სინანულთან. აი რატომ მოვიქნებ გამგვიმართოთ, რატო ასოცირდება სინანულთან მარხვა? ჯერ ამისათვის საჭიროა გავიგოთ რა არის სინანული. სინანული უბრალოდ ადამიანის რაღაც სინდისი რო შეაწუხებს და გულის აჩვილება ეწყება, თქვათ, ან საკუთარი თავი შეეცოდება, ან თქვათ, რაღაც ტრაგიკულ მოვლენას ხდება, ხედავს და იტირებს, თქვათ, ან უსამართლობას მძიმედ აღიქვავს, ეს არ არის სინანული. ან სინდისის ქეჯნა აქვს, წეგანაც ვახსენე, ხო? სინანული გასელებით უფრო ღრმა ფენომენია. სინანული ეს არის ადამიანის მეტანოია, ესე არის პერსონულად, რომელიც ნიშნავს გონების ცვლილებას. გონების ცვლილება ეს სიტყვა, გონების ცვლილება, იმდანაც ღრმა ტევადობის არის, რომელიც აი სწორედ გონიერ ლოცვას უკავშირდება თლიანობაში, იმიტომ რომ გონება ცვლილება გასაგებია, რაც ნიშნავს მეტამორფოზა, მაგრამ აი გონება ძალიან ხშირად აღქმულია ხოლმე ტვინთან. და ზოგიერთ თქვათ ასკეტურ ლიტერატურაში გონებას რო წაიკითხავს ადამიანი გონია ფიქრობს რომ ლაპარაკია ტვინზე, ტვინის ფუნქციაზე, განжის უნარზე, მაგრამ გონებას სხვა რაღაცას არის სულის ენერგია, რომელიც საერთოდ ეს უკვე სხვა თემაა პრინციპში გასმარო თქვას. ამიტომ თვითონ სიტყვა სინანული ძალიან ღრმა კავშირშია გონიერ ლოცვასთან, მაგრამ ეხლა ეს თემა გადავდოთ გვერდზე. მაგრამ იმას რომ მეტამორფოზას ნიშნავს, ეს ფაქტია, ესია. და მეტამორფოზას ოღონდ უკვე კითხვა ჩდება რა მიმართულებით. ანუ ეს არ არის უბრალოდ ადამიანის ემოციების გამოვლინება ადამიანში,
თქვათ, ხო, შეწუხდა და იტირა და ან სიდისმა შეაწუხა, არამედ ეს არის ადამიანური არსების მეტამორფოზა და უფრო სწორედ ამ მეტამორფოზის პროცესი. სინონიმური არ არის რაღაც ერთჯერადი აქტი. თქვათ ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ არის რომ თქვათ ქრისტიანობა ეს მონანული ადამიანების ცხოვრება, ადამიანის სულმუდმივ სინანულშია და მეტამორფოზას ხელს უწყობს ბევრი რამ. და ერთ-ერთი რაც მას ხელს უწყობს, ეს არის ცხოვრებაში სწორი აქცენტების დასმა. აი მაგალითად ერთ-ერთი არასწორი აქცენტი რა აქვს ადამიანს. წმინდა წერილში არის ეს სიტყვები, რომელთაც მე უფალი სატანას მოიგერიებს, ხო? არა ხოლო პურითად ცხონდების კაცი, არამედ ყოველთა სიტყვითა, რომელიც გამოვალ სპირიტისაგან ღმრთისა. აქ რო თარგმნოთ ქართულ ენაზე, აზრი ესეთია, რომ ადამიანი მიწიერი საზდელით არ ცოცხლობს მხოლოდ. კი, რა თქმა უნდა, მიწიერი საზდელი ჭირდება, მაგრამ ეს ჭირდება ადამიანური არსის იმ ნაწილს, რომელსაც ხორცი ქვია. ადამიანი უპირატესად ცოცხლობს ღვთისაგან გამომავალი ენერგიით. იმიტომ რომ ჩვენი სული მისგან იკვებება და ეს ცნებათაც გვაქვს მოცემული, უნდა ვშიოდეს და ვწყუროდეთ სიმართლე, რომელიც არის ღმერთი. ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ხშირად არის არასწორი აქცენტები დასმული. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი სიცოცხლის წყარო არის ჩვენს გარეთ არსებულ რეალობაში დაწყებული მზის ენერგიიდან, დამთავრებული უხეში საკვებით, რომელთა საშუალებითაც ჩვენი ორგანიზმი ენერგეტიკულ ბალანსს ინარჩუნებს და ის ცოცხლობს ფიზიოლოგიურად. ეს ესია, მაგრამ ეს ცხოველის ჩვენს არსებაში ცხოველური ნაწილის სიცოცხლეა, მაგრამ ჩვენ არა ვართ დარვინისტები, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მარადისობას ვატარებთ და აქედან გამომდინარე, ადამიანი არის ცოცხალი, არ ნიშნავს, რომ ის ფიზიოლოგიურად ცოცხალი რომ არის, ადამიანი უკვე ავტომატურად ცოცხალია. პირიქით, ადამიანს ეუნება, როგორც კი შეჭამა მოკვდა, მაგრამ იმის მერე ადამი 1000 წელი იცოცხლა, დაახლოებით 1000 წელი იცოცხლა, მაგრამ ის როგორც ადამიანი სულიერად მკვდარია. მკვდარია და მთელი თავისი თითქმის 1000 წელიწადი მგლოვობს თავის მკვდარს. გესმით? აი ეს დანახვა იმისა, რომ შენ შინაგანად მკვდარი ხარ, იმიტომ რომ როგორც ხორცილად მკვდარი ადამიანი ვერ ხედავს ხილულ სამყაროს, ასევე სულიერად მკვდარი ვერ ხედავს მიღმიერ სამყაროს და შენ ვერ ვხედავთ მას. ანუ ღმერთს ვერ ვხედავთ, ხო? ამიტომ აქცენტები დასმული უნდა იყოს ესე, რომ მე თუ მინდა ვიცოცხლო. საკმარისი არ არის მხოლოდ როგორც უფალი ამ საკმარისი არ არის ის ენერგეტიკული ბალანსი, რომელიც დაწყებული მზიდან დამთავრებული, თქვათ, უხეში საკვებით, ჰაერი შედის, ჟანგბადი, წყალი, ყველაფერი შედის, რომ ეს ჩემმა ფიზიოლოგიამ იცოცხლოს. მე რომ ვიცოცხლო როგორც ადამიანმა, საჭიროა საღვთო ენერგია, სიტყვა გამომავალი ღვთისაგან, საღვთო ენერგია. გესმით? აი ეს არის. ამიტომ მე მარხვა მაძლევს საშუალებას ცოტათი მაინც შევეხო ამ ფენომენს, რომ აი მოვიკლო ფიზიოლოგიურად, იქ სიამონებას ვიკლებ, ეს კიდე სხვა თემაა. იქ ქრისტეს ტკივილების დღეებს უკავშირებ, ამათ თქვა 4 შაბათი, პარასკევი, ახლა დიდმარხვა, ეს კიდე სხვა თემა არის, ხო? და გარდა ამისა, ვიგრძნო რომ ჩემი სიცოცხლე, ჩემი არსებობა, როგორც ადამიანისა ამ სიტყვის დიდი გაგებით, მაინდა-მაინც თლად დამოკიდებული ამ ჩემი ფიზიოლოგიაში არსებული ენერგეტიკულ ბალანსი არ არის. ამის სასწავლებრივი მაგალითები არის ეკლესიის ისტორიაში და საერთოდ ეს ცნობილია, რომ ადამიანი რაც უფრო მეტად სულიერად ცხოვრობს, მას უნარი ეძლევა მეტი ასკეტური ღვაწლისა და ისეთ ფენომენს ეს საოცარი ფენომენი, ესეთ სიმაღლე შეუძლია მეახციოს, რომელსაც თქვა ჩვეულებრივი ჩვენერი ადამიანი ვერც კი შეძლებს, ამას ფიზიკურად უბრალოდ ვერ გაუძლებს, ამას მის ფიზიოლოგია და მოკვდება და არა და მესოტეები იყვნენ და ესე იგი გაუსაზლის პირობებში პრაქტიკულად არ იკვებებოდნენ და 100 წელზე მეტ ხანს ცოცხლობდნენ. ანუ სინანული რადგან არის მეტამორფოზა. რადგან მეტამორფოზა ნიშნავს, რომ ჩემში აქცენტები შეიცვალოს და პროცესები სხვანაირად განვითარდეს, ჩემი ანუ არსებობს ადამიანის განვითარების ადამიანური, ანუ ჭეშმარიტი გზა და ადამიანის განვითარების ისეთი გზა, რომელიც ადამიანურობის ქვემოთ არის. ეს არის მხოლოდ ცხოველური ცხოვრება, როცა ადამიანი მხოლოდ გარეგანი ცხოვრებით ცხოვრობს. ჩვენ ვიცით, ეს საფწუხაროდ ესე ვცხოვრობთ, როცა ადამიანი მხოლოდ გარეგანი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც წესი, ესე დროს ადამიანი ცხოვრობს არა ადამიანური თვალსაზრისით, ადამიანური ბუნების უფრო ქვედა ცხოვრებით.
ანუ ადამიანისათვის არაბუნებრივია, ეს ფიზიოლოგია, ცხოველურია, ადამიანისათვის არაბუნებრივია. ადამიანისათვის ბუნებრივია ის ცხოვრება, როცა ის ცხოვრობს სულითაც და ხორცითაც. და მარხვა, ანუ ჯერ სინანული თქვა და მე მარხვა როგორც ამის ტექნიკური საშუალება, სინანული მე მაძლევს საშუალებას, რომ აქცენტების სწორედ დავსვათ ჩემში და ჩემი მეტამორფოზა რო ხდება, სულიერი საწყისი, ჩემი მარადიული საწყისი წამოვიდეს წინა პლანზე და ყველაფერი მას დაუკავშირო, იმიტომ რომ მე უპირველეს ყოვლისა სულით და სულის უმთავრესი ენერგიით, გონებით შემიძლია ღმერთთან ურთიერთობა, რომელმაც მე შეიძლება მთელი ჩემი სხეულიც მოიცვას და პავლე მოციქულის ფსნების აღსრულებელი გავხდე, ადიდეთ ღმერთი ხორცით ამაგითა თქვენითა და ჩემი სხეული გახდეს ტაძარი ღვთისა, ეს მხოლოდ მერია შესაძლებელი. ეს არის სინანულის საგანი და მარხვა ამაში მეხმარება სწორედ აი ამ ტექნიკური საშუალებით. ეს ქრისტესადმი ერთგულება ერთი, როგორც გითხარით, საკუთარ სულის გამარჯობა სხეულზე თუნდაც იმით, რომ პატარა სიამოვნებას ვიკლებ, ეს ორი და მესამე ვხვდები რას ნიშნავს, რომ მარტო მიწიერი პურით კი არ ვცოცხლობ, არამედ უპირატესად საღვთო ენერგიით ვცოცხლობ და საღვთო ენერგიასთან კავშირს ვამყარებ ნელ-ნელა, ოღონდ ამას უკვე გონიერი ლოცვა ჭირდება. ხედავთ, ნამდვილი მარხვა დიახაც კავშირშია სინანულთან, იმიტომ რომ მეხმარება მეტამორფოზაში, აქცენტებს სხვანაირად ავსვავ და გარდა ამისა ის მეხმარება სწორედ გონიერ ლოცვაში, რითაც მე ხვდები თუ როგორ უნდა რითაც მე ხვდები თუ რას ნიშნავს, რომ მე ვარ ცოცხალი საღვთო ენერგიით. ამიტომ მარხვის გარეშე, ანუ ასკეტიური ცხოვრების გარეშე, როგორც წესი, ადამიანის სულიერი ცხოვრება, ანუ სინანული პრაქტიკულად შეუძლებელია. დიახ, მამა თეოდორე ზარია ეთერში შეიძლება. დიახ, ისმენთ. დიახ. ისმენთ. დიახ, ისმენთ, ეთერში ხართ თქვენ. ალო. დიახ, ისმენთ. ისა თუ შეიძლება ისა მოძღვართან შეკითხვა რა, უფრო სწორედ რომ განგვიმარტოს რა. ღვთის ძალა უძლურებაში აღესრულება. გესმით? არის. არ მესმის. აქ არის მის და ალო. იქნებ ცოტა ხმამაღლა არის მის. ღვთის ძალა უძლურებაში აღესრულება. რომ განგვიმარტოთ. დიახ. დიდი მადლობა. დიახ, მამა. ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, თქვათ, ერთ-ერთი პრობლემა, რაც ადამიანს აქვს სულიერ ცხოვრებაში, ეს არის ეს დემონური ხიბლი. როცა ადამიანს გონია, რომ თვითონ წარმოადგენს რაიმეს. ხიბლი, როცა ან ხიბლი ტყუილია, როცა ადამიანს გონია, რომ სიცოცხლის და არსებობის და სიკეთის და სიყვარულის და შემოქმედების და ყველაფერი ღირსების და ყველაფერი რაც კი ღირებული ადამიანის იმის წყარო თვითონ არის. ეს არის ყველაზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საერთოდ ქრისტიანულ ცხოვრებაში, როცა ადამიანი ვერ ხედავს ღმერთს, ძალიან ხშირად პრობლემა სწორედ ეს აქვს. ეს არ არის დამოკიდებული ზნეობაზე, ადამიანი შეიძლება ძალიან ზნეობრივი იყოს, მაგრამ მისი მდგომარეობა გაცილებით უარესი იყოს, ვიდრე სამოქალაქო თვალსაზრისით უზნეოდ მაცხოვრებელი ადამიანის, იმიტომ რომ თუ ადამიანს გონია, რომ ყველაფერი სიკეთის და ღირსების წყარო, რასაც იგი ხედავს, ой, რა კარგი ვინმე ვარ, რამდენი ღირსება მაქვს, ხედავს ადამიანის, თუ ფიქრობს ადამიანი, რომ ამის წყარო თვითონ არის, ბუნებრივია, რომ ეს მას დემონურ მდგომარეობაში ამყოფებს და ძალიან ხშირად ამიტომ ღმერთი უშვებს ჩვენში უძლურებას, აი პავლე მოციქულთან დაკავშირებით, პავლე მოციქული ამას პირდაპირ ამბობს, ხო, რომ პავლე მოციქულის არათუ სიტყვით, არამედ მისი თქვათ ტანსაცმლის რაღაც ნაწილით იღებდნენ, როცა ეს ქადაგებდა, დაადებდნენ ავადმყოფს და ავადმყოფი ინკურნებოდა. ანუ პავლე მოციქულის სიტყვას და ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს, მადლის ჭურჭელია, სულიწმინდის განხთობილი ტაძარია. მაგრამ თვითონ როცა თავის თავზე ევედრება უფალს, რომ გამკურნეო, არათუ არ განიკურნა, არამედ ღვთისაგან პასუხიც კი მიიღო, რომ არ გამკურნაო. ძალიან მძიმე იყო ეს პასუხი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ფაქტია, რატომ? იმიტომ რომ მას, ესე იგი,
იგი მე თვითონ განმარტავს, რომ მე არ აღვიმაღლო თავი და სწორედ უძლურებაში ვლინდება ღვთისძალში. რატომ კიდევ ვიმეორებ? იმიტომ რომ არ გეგონოს ადამიანო, რომ წყარო იმ ღირსებებისა და თავარი და იმ ღირებულებისა, თავარი ღირებულება ადამიანში რა არის, რომ ის ღვთის ხატია. თავარი ღირსება რა არის, რომ ის თვისებებს ავლენს, შემოქმედების უნარს, სიყვარულს და ასე შემდეგ. არ გეგონოს რომ ამის წყარო შენახარ, თუ ეს გეგონა, მაშინ დემონურ მდგომარეობაში აღმოჩნდები, თვითკმარი არსება გახდები, თითქოს იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდები და საკუთარ თავს ღმერთისაგან განაყენებ და დაიღუპები. ამიტომ ადამიანმა უნდა დაინახოს ეს საკუთარი უძლურება და ასკეტური მოღვაწეობის ერთ-ერთი სფერო, ესაც ვიძარება და სიფხიზლე ქვია, ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ნელ-ნელა თავის თავში ხედავს იმ ზნეობრივ არარაობას და ფიზიკურ ასევე არარაობას, იმიტომ არაფერსაგან ვარ შექმნილი და ზნეობრივად კიდო სად ღმერთის და სად ჩვენ, როცა ამას რეალურად ხედავს და ასე დროს ადამიანს უჩნდება მგლოვარება საკუთარი დაცემულობის და უძლურების გამო და ამ მგლოვარებას შედეგად მოყვება უფლის მადლი, რომელიც ესე ჟღერს და არიყვან მგლოვარენი, რამე თუ იგნი ნუგეშინის ცემული იქნენ. ანუ ეს არის ადამიანის რეალური მდგომარეობა და მისი დანახვა განაპირობებს ჩვენში არსებულ ჩვენში წარმოაჩენს სიმდაბლეს და სიმდაბლე არის ის გასასვლელი ის ღია კარები, საიდანაც უფალი შემოგზანდება ჩვენს გულში. უძლურება ადამიანის, რომელიც მადლს მოაწევს ჩვენში, ამას ნიშნავს უპირველეს ყოვლისა. ამის აღქმას, ამის გაგებას, ამის დანახვას, რომ ჩვენ ღმერთის გარეშე ვართ არაფერი. ვფიქრობ ამ უწროვი პასუხი გაეცა მაყურებლის შეკითხვას. კიდევ ერთი ზარია, მამა თეოდორე. დიახ, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ. ერთი ისეთი შეკითხვა მაქვს მოძღვართან. დიახ. დამლოცეთ მამა. ქრისტემ დაგულოცეს. რა მაინტერესებს იქით აღსარების ჩაბარების დროს არის რაღაცა საკითხი, რომ რა ვიცი რაც მირჩევენ რამდენიმე საკითხი არის, როცა ვერ ვამბობ, ანუ ვინამე გულით საერთოდ მოძღვართან ვერ ვიძახი რამდენიმე საკითხს და რაც მირჩევდა მოძღვარი, რა შეიძლება გავაკეთო, ვერ გადავდი ვერანაირად ნაბიჯი, რომ მეთქვა ეს. დიდი მადლობა. აქ საერთოდ მოძღვარმა უნდა განაწყოს პირველ რიგში აღსარებელი, რომ მის დამინდობით განეწყოს აღსარებელი, არ შეეშინდეს მოძღვრის, არ უნდა მოერიდოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე არ მოერიდოს, რომ თქმაში ცოდვის თქმაში ხელი შეეშალოს. მოძღვარი არ უნდა იჯდეს როგორც ცივი წმინდანი აღსარებლის წინაშე, რომ ესე იგი, ანუ მოძღვარი აღსარებელისნაირი ადამიანია და ვერც ერთი მოძღვარი ვერ გაკვირდება იმით, რომ ესე ამას რაც უდო ჩაუდენია, იმიტომ რომ თუ მოძღვარი ღვთისაკენ მიდის, მან ძალიან კარგად იცის, რომ არ არის სამყაროში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც ჩაუდენია რაღაც საშნელი ცოდვა, თქვა საშნელი, რომელიც ყველაში არ იყოს. ჩვენ ერთი ბუნებისანი ვართ, ამიტომ პოტენციაში ყველაში ყველაფერია, ამიტომ ადამიანი, რომელიც ღმერთისაკენ მისწრაფის და საკუთარ თავს იცნობს, არც ერთი ცოდვა არ გაუკვირდება, ეს ერთი. მეორე, უნდა ვიყოთ გულწრფელნი, ამ მოძღვარს ვერ გააკვირებ ამის თქმა მინდა. მეორე, ხო, კიდევ ერთი რამ, ყველაზე ლამაზი ადამიანი, ყველაზე პატივისცემით განევსჭვალება ხოლმე ესეთი ცოდვილის მიმართ, ეს მეორე. მესამე, ის რომ თქვათ არ გაუკვირდება ესეც გითხარით. მესამე კიდე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქრისტიანული სწავლებით, როცა ჩვენ ყველანი დავდგებით საშნელ სამსჯავროზე, როგორც აი როგორც წინა როგორც კინო ქრონიკა, კინოკადრები ისე გაირბეს მთელი ჩვენი ცხოვრება, არა მარტო ჩვენ თვალწინ, არამედ ყველას თვალწინ და მე რომ მიფიქრია, თქვა მერეები მაქვს ჩადენილი, რომ მიფიქრია, რომ ესო ყველა მიცოდეს. აი თქვა ჩვენ სამწუხაროდ ყველას გვაქვს ისეთი რამ, რომელიც არავის არ უნახავს, მაგრამ ეს ყველაფერი არსებობს ჩემს მიერ ჩადენილი და მე თუ
მეუნესტა წავშალო და ეს იშლება სამართლიანობის კანონის წინაშე უნდა წავშალო და ეს იშლება მაშინ როცა მე მას ვაღიარებ. სინათლეში გამოტანილი ეს სიტყვიერად რომ გამოდის, ის იწვება შეიძლება საღვთო მადლითა და ამიტომ ესეც არის დამხმარე, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ ეს თუ არ დაიწვა, ესე ვთქვათ, ღვთის მადლით ის ჩემ კისერზეა და გაშიშვლებულია. და მესამე კიდევ ერთი რა, ანუ ეს უნდა ითქვას აქედან გამომდინარე. და კიდევ ერთი ფაქტიურად მე ყველაფერი ვთქვი, ანუ იცით რა არის, თავარია რომ არ შეგვეშინდეს, არ გაუკვირდება მოძღვარს და აქედან გამომდინარე და თუ მაინც აი ყველაფერი ეს ვიცი თეორიულად, ვიცი ეს რომ აუცილებლად უნდა ეთქვას, იმიტომ რომ ეს გაშიშვლდება, მოძღვარს არ გაუკვირდება, მოძღვარი ასევე იცნობს ცოდვებს თავისი ბუნებიდან გამომდინარე, იმიტომ ისიც ადამიანია და ასე შემდეგ და არ უნდა უბრალოდ უნდა მცხენოდეს, მაგრამ არ უნდა მეშინოდეს, იმიტომ რომ არავინ არ შემხედავს სუდათ, იმიტომ რომ მონანულ ცოდვზე უფრო ლამაზი არსება სამყაროში არ არსებობს. კიდევ ერთი ნიუანსია, რომ ვიყოთ გულწრფელი, ეთქვათ არის რაღაცა, რომელსაც ვერ ვამბობ, ხო შეიძლება? და უნდა უთხრა მოძღვარს, რომ მამა ვიცი არის რაღაცა თემა, რომელსაც მე ვერ ვეხები. ვერ გეუნები, აი მერიდება და ვერ გეუნები. და მე უკვე როცა ადამიანი გულწრფელია, არ მალავს. იმას ცოდვას კი არ ვერ ვამბობ, მაგრამ იმას მაინც ვამბობ, რომ მე ვერ გეუბნები. მე გეტყვით, რომ ღმერთი საოცრად მოქმედებს ესე დროს და მოძღვარს აძლევს იმ სიტყვას და შენ გაძლევს იმ გულისხმის ფას, რომ ხშირად ეს იხსნება. იმ წუთში თუ არა სხვა დროს და მე ეს ყველაფერი თავდება ძალიან ლამაზად, ხშირად ცრემლით და ძალიან ლამაზად და საოცარი სიმსუბუქით ღმერთი შეგვეციოს ყველას. თორე ახსარება რომ რთულია, ვაი იმას, ვისთვისაც ახსარება გულარხეინად და ადვილად სათქმელია. ის უფრო საშტა, ვისაც არაფერს არ არცხვენია. უნდა გწვენოდეს, უნდა განვიცდიდეთ, მაგრამ უფლის იმედი გქონდეს. იმიტომ რომ იქ ახსარების დროს საბოლოო ჯამში ქრისტეა ჩვენ შორის და ღმერთის წინაშე ვამბობ და არა ადამიანის წინაშე. დიახ, მადლობა მამ თეოდორე. დასასრულს მამო, აი ეფრემას სულისლოცვას დასასრულს შევეხოთ. მარხვა დაიწყო და აი განსაკუთრებული აქცენტი მართალია სხვა მარხვებშიც იკითხება ეფრემას სულისლოცვა, მაგრამ დიდ მარხვაში განსაკუთრებული აქცენტია ამ ლოცვაზე გაკეთებული და იქნებ განმარტოთ მამო, რატომ მაინც და მაინც დიდ მარხვაშია ესე? დიდ მარხვაში არა, ეფრემას სულისლოცვა არასდროს არ არის აკრძალული, უბრალოდ ტრადიციულად დიდ მარხვაში ესე გაძლიერებულად იმიტომ ლოცულობთ მისით, რომ ის განგვაწყობს აქცენტებია და ესმული იმ თემებზე, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის, თქვათ, სულიერ ცხოვრებაში, თქვათ, უქმობა, როცა ადამიანი უქმობის მიზეზი, ანუ უსაქმრობის მიზეზი არის უღმერთობა, მიმომწვრივობა, აკიდია თუ არ ვთქვი ბერძნულად, ესე ქვია, ანუ ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი მოწყენილობიდან გამომდინარე მიედმოედება და ფუსფუსებს, მთავრობის მოყარე, ანუ აქაც უღმერთობა, მთავრობის მოყარება, როცა ადამიანს თავისთავი რაღაცა გონია და ყოველთვის რაღაც ნიშნულზე დგას და ზემოდან იყურება და დირექტორობს, ცუდად ესეც უღმერთობაა ამის მიზეზი. ცუდად მეტყველების, როცა სიტყვა არ არის, სიტყვა სულის ენერგიაა და თუ შენ არ ახარ ტაძარი სულიწმინდისა, მაშინ გამოდიხარ ტაძარი ბოროტისა და თუ სიტყვა შენი ბოროტია, შენი შიგ თავსიც ბოროტია. ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი ოწმინდა წერილი გვასწავლის, ესე იგი, ესეც უღმერთობაა. ამიტომ ვევედრებით უფალს, რომ ეს 4 საშინელი სული, რომელიც მიზეზი უღმერთობაა, მოგვაცილოს. ვევედრებით სიწმინდეს, აი ზოგი ფიქრობს, რომ წმინდანები არ უნდა გავხდეთ და ვევედრებით 50 ფსალმში ვევედრებით, ამავე ჩვენში ვევედრებით, ჰაგერ აქაც სული სიწმინდისა, ვევედრებით წმინდანობა ეს არის ღმერთის სული ჩვენში, ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი, ამიტომ სიწმინდის სულს წმინდანობას ვევედრებით, სიმდაბლეს ვევედრებით, მოთმინებას ვევედრებით და ეს ყველაფერი სიმდაბლეს, სიწმინდეს, მოთმინებაც და სიყვარულიც ეს სათნოებებია, რომელიც ღმერთის გარეშე არ არის. ეს პირველი 4 არის ის, რაც ღმერთის ჩვენში მყოფობას გამორიცხავს. მეორე 4 სათნოებები, ეს არის ის თვისებები, რომელიც ღმერთის გარეშე ადამიანს არ აქვს. აი დღეს მე ისე მიყვარხარ და მე ესეთი თავდაბალი ვარ სინამდვილეში, ღმერთის გარეშე ეს არ არსებობს. მე არა, აქ ღმერთი არის შემოქმედი ამ დროს ჩვენში და ესე იგი დასასრულსაც ბოლო სიტყვები გამახსენე როგორ არის ეფრემასურის გადაგვემართა კაცო ბოლო
ხალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისა, სულ საუქმობისას და ხო. მიმოწმების მოყოლებით ცუდად ბოლოს არის ხეუფალ მომენტში განსაითვისთა ზოდვათა და არა განკითხვა. ხშირად მოვდივარ და განვიკითხე და იმიტომ განვიკითხავ. მიზეზი განკითხვის რა არის? დგავარ მაღალ ნიშნულზე. ანუ ჯოჯოხეთის ფსკეზე კი არ ვხედავ ჩემ თავს, რომ იქიდან შეგვაღალდო შემიწყალე, უფალო და მამების იმას სიტყვას კი არ ვითვალისწინებ, რომ ყველა არსებაზე უარესად ჩათვალე თავი. არამედ და განავბაძავ დავით მეფსალმუნეს მატლ ვარ და არაკას და განავბაძავ დიდ დავით აღმაშენებელს თავის გალობანი სინანულისანის, არამედ ჩემი თავი უფრო დიდი მგონი დავითი სად არის, აბა რაც ოდებს არ ხედავს თავის თავში როგორ ტირის, ან ერთი ძლევამოსილი მეფე ჩვენი დავითი და ან მეორე ძლევამოსილი მეფე დავითი, არამედ მე რაღაც ნიშნულზე ვარ და ამ ნიშნულიდან უკვე ხედავ ყველა ადამიანებს და განვიკითხავ, ბუნებრივია განვიკითხავ. აქედან გამომდინარე და ვევედრები, რომ ესე იგი უფალმა მომანიჭოს მე საკუთარი თავის ხედვა, ანუ განცდა თვისთა ძოდვათა. აქედან გამომდინარე მე აღარ განვიკითხავ, იმიტომ ჩემი თავი რაღაცა მგონი. აი ეს არის. ამიტომ მეფრემასულის ლოცვა არის ერთგვარი გასაღები სინანულისა, საკუთარ თავში ვნებების დამარცხებისა, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი და საძირკველი, რომელზეც უნდა აშენდეს ის საოცარი სათნოება, რომელსაც ქვია გონიერი ლოცვა, რითაც მე ღმერთის დანახვა შემიძლია. ძალიან დიდი მადლობა მამაო საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ერთი კვირით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ქრისტე დაგულოცოს ყველანი. აი ხართ მამაო.